მართლმადიდებლური სამყარო დღეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. აღდგომა დიდ საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთია, რომელსაც საქართველო და სრულიად საქრისტიანო განსაკუთრებულად აღნიშნავს. დღეს ბორჯომის ყველა მოქმედ ტაძარში სააღდგომო ლიტურგია გაიმართა. მრევლი დღესასწაულს ტაძრებში შეეგება. აღდგომას წინ ყველაზე დიდი და მძიმე მარხვა უსწრებდა. ამ დღის შესახვედრად მორწმუნეები სულიერად ემზადებიან. ღვთისმსახურება ტაძრებში 23 საათზე დაიწყო და გამთენიისას დასრულდა. შემოგწონდა აღდგომის ბრწყინვალე დღე. მიულოცავ ბორჯომის მოსახლეობას. ღმერთს ვთხოვთ, რომ მოგცეს მშვიდობა და ურთიერთარ სიყვარული. დღევანდელი დღის არსი და მნიშვნელობა არის უდიდესი. დღეს არის დღესასწაულთა შორის დღესასწაული. დღეს განხორციელებული ღმერთი ხორჩესხმული იესო ქრისტე მკვდრეთით აღსდგა. ყველას გილოცავთ, ღმერთმა დაგლოცოთ. ამინ. მინდა დღევანდელი დღე მიულოცო ბორჯომის მოსახლეობას. ნამდვილად მნიშვნელოვანი დღეა ქრისტიანებისთვის, მართლმადიდებლებისთვის. დიდი სიხარულით ჩემი ოჯახთან ერთად მოვედი. ყოველ წელს ეკლესიაში ხვდებით ხოლმე და მინდა დღესაც აქ ნიკოლოზის ეკლესიაში შევხვდე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. მოულოცავ სრულიად საქართველოს და სრულიად მართლმადიდებლობას წმინდა ცეცხლის გადმოსვლას. ეს კარგის მომასწავებელია, რა თქმა უნდა, ჩვენთვის. უფალმა კიდევ ერთი დღე გვაჩუქა. მიულოცავ მთლიანად საქართველოს. ყველა მართლმადიდებელს დაანახოს სწორი გზა ჭეშმარიტებისა. რა თქმა უნდა, გადარჩენა და გამთლიანება სრულიად საქართველოს. მინდა ყველა ბორჯომის თუ სრულიად საქართველოს მიულოცო ბრწყინვალე დღესასწაული. გადამოვიდა ცეცხლი, ღვთიური ცეცხლი და ეს იმის ნიშანია, რომ კიდევ ერთი წელი მოგვემატა და კიდევ ერთი წელი ვიარსებებ და ეს კი უფლის გაგება იქნება მომავალ წელს რა იქნება და მინდა ყველას მიულოცო ბედნიერება, სიკეთე, დღეგრძელობა. ვილოცავთ ყველას, ყველა ოჯახს, ბორჯომლებს და მთლიანად სრულიად საქართველოს დღევანდელ დღეს. ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილით და სიკვდილისა დამდგუნველი.